რატო არ გამოვდივარ დრიფტის ჩემპიონატზე? ესე იგი, გეცოდინებათ, რომ შარშან საკმაოდ ძვირი დაჯდა დრიფტის ჩემპიონატი ჩვენთვის, ნაწილობრივ ჩვენი ბრალიც იყო, იმიტომ რომ ხან მანქანა გავაფუჭეთ, ხან ბეტონზე ავედით, ძრავის გაგვისკდა მთელი ამბავი, მაგრამ განვითარება თუ გინდა რომ უფრო ძლიერი მოტორი კონდეს, რაღაცეებს უფრო უმატებ, უფრო აძლიერებ, ტესტავ. კვალიფიკაციაზე პირველი ადგილი ავიღეთ იქ ზუგდიდში და მერე დავინტვერით, ეგაც რა მომენტია, იცი? უნდა გარისკო, რომ კარგად იარო რა და ზოგჯერ ხდება ხოლმე ეგეთი რაღაცები. საბოლოო ჯამში იმის თქმა მინდა, რომ შარშან რო ჩავდეთ რაღაცა X თანხა, არ მინდა ეხა კონკრეტულად ციფრებით და რაღაც წუწუნივით გამოვიდეს. წელს არის უფრო მეტი ჩასადები. ხო და წელს რომ მეტია ჩასადები, ამ ეტაპზე კომპანიებთან ერთად, რასაც გეგმავთ, ყველაფერი უკავშირდება YouTube-ის პროექტებს და არც ერთი არ უკავშირდება დრიფტის ჩემპიონატს. საბოლოო ჯამში ესე გადაწყდა, იმიტომ რომ კომპანიებისთვის უფრო მოსახიბლია ამ ეტაპზე YouTube-ის პროექტები. თუმცა თუ რომელიმე კომპანიამ მოინდომა, რომ აი დრიფტის მიმართულებაც არ ჩამოგრჩეს და შესაბამის დონეზე გქონდეს და კარგად ავაწყოთ მანქანა და საბურავების არ გვაკლდეს, ჩვენ მზად ვართ მაგისთვის. ნიშნავს ეს იმას, რომ შეიძლება დრიფტის ჩემპიონატის, საქართველოს დრიფტის ჩემპიონატის სადმე შუა ნაწილში შევუერთდეთ და ვიაროთ, მაგრამ თუ არ გამოჩნდა ესეთი კომპანია, ჯერჯერობით მოგვიწევს გვერდზე გადადება. იმიტომ რომ კინაღამ დაარტყა Mercedes. იმიტომ რომ ძალიან დიდ ფინანსებზე არის საუბარი, ძალიან დიდ ფინანსებზე რა, არ არის ეგ 1000 ლარზე და 2000 ლარზე არ არის საუბარი. საუბარი არის უკვე 100-150, 200.000 ლარზე და ძალიან რთულია მაგ თანხების კონცენტრირება, როდესაც შენ YouTube-ზეც ბევრი პროექტი გაქვს და დრიფტზეც გინდა ამ ყველაფრის გაკეთება. ზოგადად დრიფტზე კარგად თუ გინდა გამოსვლა, ან სარფიანად უნდა იყო გათხოვილი, ან დიდი ფინანსური რესურსი უნდა გქონდეს, რომ ეს ყველაფერი, არაფერი არ მოაკლო, მოკლედ შენი დრიფტის გამოსვლებს. არც საბურავზე იწუწუნო და არ თქვა რომ აი მოდი იცი რა, ეხლა დღეს დავზოგავ საბურავებს, ხვალისთვის შევინახავ, აი ამას როგორც კი იწყებ, არხეული გაქვს, აზრი აღარა აქვს რა. შენ თუ უჭერ, всё, მორჩა შენი. მაქსიმალურს ვეღარდებ. იმიტომ რომ ვიღაცა გააკეთებს ორჯერ მეც ივარჯიშებს და უკეთესად ივლის, ეხლა ბუნებრივია ეგ, მეტი ვარჯიში უკეთესად სიარულს